გუბა სანიკიძემ დასვა ასეთი შეკითხვა, განა რავალი გვაქვს ახალისო, რომელმაც არც ერთი საქმე არ მიიყვანაო. აქვე იყო ლევან ხაბეიშვილის კომენტარი ესეთი, რომ ის აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტიო და აღარ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილიო. თქვენთვის არის თუ არა დღეს ის ლეგიტიმური პრეზიდენტი და რა შეგიძლიათ თქვათ? მე გახსოვთ თქვენ ეთერში ვთქვი, არა? თქვენ ეთერშიც მაქვს ნათქვამი, TV პირველის ეთერშიც ცოტა ადრე. მაშინ როდესაც ვიჯექი ხოლმე TV პირველის ეთერში, ნათქვამი მაქვს. მოდით ობიექტურები ვიყოთ, ხო? მსმენელს მაინც უყვარს რაღაცნაირად ობიექტურობა. თუ საუბრობთ, რომ გაყავდა და ყველა ვთანხმდებით ოპოზიცია, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ბატონი გრიგოლი იღებდა მონაწილეობას, აი მეორე ტურის წინ გახსოვთ ხაზარაძე რომ მიემხრო სალომე ზურაბიშვილს, ხო? ეს ის პერიოდია. მეორე ტური დადო ძალაერთობით ოპოზიციამ, ხომ ასე იყო? და მე ყველამ ძალაერთობამ ყველამ ერთად ვთქვით, რომ გაყავდა ეს არჩევნები, მაშინ სხვაჯერ ძალიან დიდი რაოდენობის დოკუმენტაცია წარმოადგინეთ ჩვენ საოლქო სასამართლომ არც კი მიიღეს, ისეთი ამბავი იყო. და მე ვუთხარ, რომ თუ ესე იგი გაყავდა, რაზეც არაერთგზით ლაპარაკობდით, არც მაშინ არ აურჩევი ხართ მეთქი თქვენ. ანუ მაშინაც არ იყო ლეგიტიმური. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა ეხა, როგორ არის ხა? აქ ივანიშვილი ატარებს არჩევნებს და არ ვეთანხმებით და მე პირადად რო არ ვეთანხმები, კარგად იცით, 1000 გზის ვამბობ, მაგრამ მაშინაც არ ვეთანხმებოდი, მაშინაც არ იყო არჩეული გალოტონის სალომე. მე მგონი ახალს არ ვამბობ. უბრალოდ რაღაცნაირად უჭირთ ხოლმე ადამიანებს ამის თქმა. უბრალოდ რა მოხდა, იცით, პროცესმა სხვაჩეს მე მგონი ერთ-ერთი გამონაკლისი ვიყავი, დიდად ნდობას არც არღეს უცხადებდი, ხომ ტყუილს ხომ არ მათქმევინებთ, არა ხომ ასეა. სულ რაღაცა ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ რომ პოლიტიკაში ადამიანს რაღაცა მოქმედება უნდა ახლდეს და რაღაცნაირად არასოდეს მის გამოჩენას შემდეგ განვითარება მოქმედებას არასოდეს არ ახლავს.